საღამშვიდობისა მეგობრებო, როგორ ხართ? იმედია ყველანი კარგად გრძნობთ თავს. იმედია ყველას კარგი დღე გქონდათ დღეს. დავიწყოთ ჩვენი გაშლა და რაც დეკემბერი დაიწყო, მე არ გამიკეთებია ამ თვის პროგნოზი, ასე ვთქვათ და მინდა დღევანდელი თემა იყოს დეკემბრის პროგნოზი თქვენს პირად ურთიერთობებში. თუ პირიქით უნდა ვთქვა, თქვენი პირადი ურთიერთობების პროგნოზი დეკემბრის თვეში. მე მგონი ეს უფრო სწორია. ხო და ჩაიფიქრეთ, თუ გყავთ პარტნიორი, ვისაც არ გყავთ, იფიქრეთ საკუთარ თავზე და ვნახოთ რას მოგიტანთ დეკემბერი პირად ურთიერთობებში. მეგობრებო, იცით რომ ვარ ტრანსფორმაციული კოუჩი, მეტაფორულ ბარათებითაც მუშაობ და მაქვს Facebook გვერდიც და მინდა რომ ძალიან გამიხარდება თუ გამოიწერთ ჩემს გვერდს, მჭირდება ბევრი გამომწერი და რა თქმა უნდა, ყოველთვის ძირითადად არის ჩემი პოსტები ურთიერთობების თემაზე და ვისაც ეს საკითხები გაინტერესებთ, ეს საკითხი და გაქვთ პრობლემატური პირადი ურთიერთობები, შეგიძლიათ გამოიწერეთ ჩემი გვერდი, ბევრი ისეთი პოსტი მაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც мотивაციას მოგცემთ და მეც მომემატებით გამომწერებში. ხო, ლინკს ჩავაგდებ კომენტარებში და გამიხარდება თუ გამოიწერთ ჩემს Facebook გვერდსაც. კარგი, დავიწყოთ ჩვენი გაშლა. იფიქრეთ თქვენს პარტნიორზე, თქვით მისი სახელი და გვარი, თუ არავინ არ ყავთ პირადში, არ ყავთ პარტნიორი, იფიქრეთ საკუთარ თავზე და დასვით კითხვა, რას მოგიტანთ დეკემბერი პირად ურთიერთობებში. რას მოგიტანთ დეკემბერი პირად ურთიერთობებში, ვინც ამ ვიდეოს უყურებთ. ხო, ძალიან საინტერესოა აქ ისეთი სიუჟეტი დამიხატა, რომ თქვენ ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ, ვფიქრობ, რომ ძირითადად ხართ თქვენს კარიერაზე ვიღაცა თავის სამსახურზე, ყოველდღიურ საქმეებზე გადართული და რატომღაც ყურადღებას აღარ აქცევთ, ან შეიძლება ისეთი სერიოზული არაფერი არ ხდება თქვენს პირად საკითხებში, საკმაოდ ისეთი იცით როგორი მომენტი გაქვთ, მოწყენილობის, აი ამას ვიტყვი, ხო? თუ გყავთ პარტნიორი, მოწყენილობის მომენტი გაქვთ ურთიერთობებში, თუ არ გყავთ, მაინც ეს მომენტი გაქვთ რაღაცნაირად, იცით რანერი ისმოდის ენერგიები, თითქოს გაქვთ რაღაცა კომუნიკაციები, შეიძლება თქვენს პარტნიორთან, ან თუ არ გყავთ პარტნიორი, ვიღაც პიროვნებებთან გაქვთ კომუნიკაციები, მაგრამ თქვენ იმ დონეზე დაღლილიც, მოწყენილიც, აი რაღაცნაირად, აი თითქოს ვერავინ გაინტერესებთ, ანუ არავინ არ გამოჩნდა ჯერ ისეთი, ვინც დაგაინტერესებთ და გადაგადგმევინებთ ნაბიჯებს, რომ რაღაცა ურთიერთობა აწყოთ. აი აქ ისეთი კომუნიკაციები გაქვთ, ან კომუნიკაცია ადამიანთან, რომელთანაც საკმაოდ
ვერ ვიტყვი, რომ შეიძლება რაღაცა იწყება ახალი, მაგრამ საკმაოდ ესეთი გეშინიათ ნაბიჯების გადადგმის და რაღაც ახლის დაწყების. კარგი. კიდევ რას მოგიტანთ დეკემბერი? გასაგებია ახლა ეს ამ სიტუაციაში იმყოფებით, მაგრამ აი რას მოგიტანთ სასიხარულოს დეკემბერი თქვენს პირად ცხოვრებაში? რას მოგიტანთ სასიხარულოს დეკემბერი თქვენს პირად ცხოვრებაში? აი წეგან როგორც აღნიშნე, საკმაოდ ისეთ პერიოდი გაქვთ რაღაცნაირი მოწყენილობის, დეპრესიის, ვერ გრძნობთ მთლად კარგად თავს, მაგრამ დეკემბერი რასაც მოგიტანთ, მეგობრებო, ეს არის შეიძლება ვიღაცებს სადმე გადაადგილება მოგიწიოთ, ჯერ ამასაც ვიტყვი, ან რა მომენტი შეიძლება მოხდეს იცით თქვენს ცხოვრებაში გადაადგილების დროს თქვენს ცხოვრებაში, თქვენს პირად ცხოვრებაში მოხდეს აი გამართლება. აი არ ვიცი კონკრეტულად რა გამართლება, უფრო დავაზუსტებ კონკრეტულად, მაგრამ თქვენ აქ ახლა ეს ბედის ბორბალი, შეიძლება იყოს ის მომენტიც, რომ რაღაცა ძველი სიტუაცია შემოტრიალდეს, აი ამ გადაადგილების დროს, სადღაც წახვალთ, ან თუნდაც შეიძლება იყოს ის მომენტი, რომ უბრალოდ ქუჩაში გადაადგილდებით და აი ამ დროს იყოს რაღაც ესეთი მომენტი, რაც დაასრულებს თქვენს აი ამ მდგომარეობას, მეგობრებო. გამოგიყვანთ რაღაც აი ამ ძალიან ესეთი დეპრესიული მდგომარეობიდან და თავს იგრძნობთ იცით როგორ ქალად, აი ქალად, რომელსაც აი ეს შემთხვევა გაგრძნობინებთ აი ესე თავს. ქალად, რომელსაც ძალიან მოწონს საკუთარი თავი, ქალად, რომელსაც დაუბრუნდა თავდაჯერებულობა, რომელიც სავსედ გრძნობს თავს. ქალად, რომელსაც შეიძლება აი ახლა ფინანსური პრობლემებიც გაქვთ აი ამ თქვენი დეპრესიის გამო და აი ეს შემთხვევა იმ დონეზე გამოგიყვანთ ამ მდგომარეობიდან, რომ თქვენ თავს იგრძნობთ, იმიტომ ვამბობ, რომ გამართლება გაქვთ მეთქი. არ ვიცი ჯერ კონკრეტულად რა ხდება, მაგრამ აი სიტუაციას ავხსნერ ზოგადად, რომ აი ეს სიტუაცია თქვენ ფინანსებზეც ძალიან კარგად იმოქმედებს, თქვენს გარეგნობაზეც, თქვენს ყოველდღიურობაზეც, აი საკუთარ თავს დაგიბრუნებთ თითქოს, ხო? აი მოდი ვნახოთ რა სიტუაცია ეს, რა შემოდის თქვენს ცხოვრებაში სასიხარულო, რომ აი ასე ძალიან კარგად იმოქმედებს თქვენზე. თქვენს პირად ცხოვრებაში რა შემოდის სასიხარულო ამ დეკემბრის თვეში, რომელიც აი ასე დადებითად იმოქმედებს თქვენზე. მეგობრებო, გეუბნებით, ეს რაღაც ახალი არ არის. ეს აი უყურეთ, აქ მაჩვენებს წეგანაც აღნიშნე, რომ შეიძლება იყოს რაღაც სიტუაციის შემოbrunება, თქო. სიტუაცია, რომელიც არის ერთ ადგილზე გაყინული, გაჩერებული, არაფერი არ ხდება და იცით როგორი სიტუაცია, აი გაჩერებული, ჩამოკიდებული ერთ ადგილზე, არაფერი არ ვითარდება, აი ეს სიტუაცია დაიძვრება, მეგობრებო, დაიძვრება და უყურეთ რა მომენტია. ეხლა თუ გაქვთ აი საკუთარ თავთან ბრძოლები, ძალიან ისეთი რაღაცა სულიერად ძალიან დაცარიელებული, აი რაღაცა გაყინული ხართ, ხო? შეიძლება ეს ყველაფერი
როგორც წაღამ თქვი, თქვენს ფინანსებზეც მოქმედებდეს ძალიან, აი თქვენ გაკარგვინებთ ფინანსებს, მოკლედ და აი ყური აქაც რაღაცა ეს თქვენი სიტუაცია, თქვენი პირადი სიტუაცია ძალიან არის დაკავშირებული, ესე ვფიქრობ, თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე. და როგორ ხდება, იცით, აი თუ პირადი კარგად მიდის და ზოგადადაც ესეა, მარტო თქვენთან არა, შეიძლება ვიღაცამ თქვას არა, ჩემთან არაო, მაგრამ ზოგადად ხდება ასე, როდესაც პირად ცხოვრებაში განსაცდელი გაქვს ნერვიულობა, არა გაქვს სტაბილური სიტუაცია, ან არაჯანსაღი, ხო, ეს თქვენს ფინანსებზეც ძალიან აისახება და ფინანსურადაც უკან იხევთ. და აი აქ პირადი ცხოვრება რომ გაჩერებული გქონდათ და რაღაცა სიტუაცია კონკრეტულ ადამიანთან გაჩერებული, თქვენი ფინანსური მდგომარეობაც საკმაოდ აი იცით როგორ იყავით ხელმომჭირნეთ, თითქოს აი სულ რაღაც ნაკლები ფინანსების გამო სულ ეკონომია, სულ რაღაც ესე აკეთებდით, ხელს უჭერდით ფულს. ნუ ეს ცუდი თვისება არ არის, მაგრამ აი ცოტა იცით როგორი მომენტი გქონდათ, რომ აი რაღაცა უაზოთ არ დაგეხარჯოთ ფული და აი ესეთი მომენტები გქონდათ და ეს შემთხვევა და აი ახლა ამ წუთას კიდე შეიძლება ძალიან აი ფინანსურადაც ძალიან გიჭირთ, როგორც იმაში პირადში, ასევე ფინანსებშიც. და ეს შემთხვევა მეგობრებო თქვენ გადაგიყვანთ ცხრიანის პენტაკლებში. წაღანაც პენტაკლების დედოფალში ამოხვედით. აი არ ვიცი რანაირი რა ხდება, ძალიან მაგარია. აი თითქოს ორი ტულზე ერთად გეცემათ რა, აი აქეთ პირადი და ეს პირადი ის გამოსწორებას მოაქვს თქვენი ფინანსების შემოდინებაც რა, ასე ვთქვათ. რაც შეეხება პირადს ვშლი ზოგადად და ანუ აქ ფინანსებსაც ძალიან კაფიოდ მიჩვენებს სტარო და ამიტომ იმასაც ვაჟღერებ. რაც შეეხება პირადს, ეს სიტუაცია არის ძველი, აქ რაღაც ახალს ჯერჯერობით არ მიჩვენებს. და ადამიანი, რომელთანაც გქონდათ გაყინული, გაჩერებული, ჩამოკიდებული სიტუაცია, სადაც არაფერი ვითარდებოდა, ეს ადამიანი ფაქტობრივად მოდის და მოდის როგორ იცით, აი აქამდეც ანუ თუ არ ჩანს რაღაცნაირად აი ეს ყურეთ აქ ამ დასტაში პენტაკლის კი არა კვერთხების რაინდი, ზოგადად ხო მოძრაობასთან, გადაადგილებასთან არის კავშირში, ხო? ნუ არის ესეთი ენერგია, ადამიანი, როდესაც ამოდის ამ ენერგიაში, არის რომელიც ძალიან ენერგიულია, უყვარს გადაადგილება, სულ მოძრაობს, რაღაცა ისეთი, ხო? ესეთ ენერგიებში არის ადამიანი, რომელიც ამოდის კვერთხების რაინდის პოზიციაში და ამ შემთხვევაში ყურეთ როგორი რაინდი ყავს. მოქმედებს ოღონდ რა მხრივ იცით, რომ თქვენ თუ გგონიათ, რომ ამას დაავიწყდით, ძალიან ცდებით. ამ ადამიანს არ ავიწყდებით და უყურეთ აი აქაც როგორი ეს არის აღნიშნული ხო, სულ თქვენს მესიჯებს, თქვენს ახლა არ მგონია ამ საუკუნეში ვიღაცები წერილებს პოსტით უგზავნით ერთმანეთს, თუმცა თუ არის ეგ მომენტიც, მაშინ თქვენს წერილებს კითხულობს, თუ არა თქვენს წერილებს ოღონდ სოციალურ ქსელებში ან ტელეფონში ესე კითხულობს. ხო და მოლოდინშია სულ, არ ვიცი, ალბათ თქვენ გელოდებათ ეს რატომღაც, მაგრამ რადგან აქ ტარო გვიჩვენებს, რომ ამ სიტუაციის დაძრა ხდება, ნამდვილად ეს პიროვნება არ არის ახალი. ეს არის ისევ ის ძველი, შეიძლება თქვენგან უკვე კარგად მივიწყებული პიროვნება, რომელიც გადაწყვეტს რაღაცა ნაბიჯების გადმოდგმას. ეს პიროვნება სხვათა შორის შეხედეთ როგორი არკანია, ყურეთ, აქეთ შეიძლება ესეთი ენერგია მომდის, აქეთ ელოდება თქვენგან ქმედებებს ჯერჯერობით. ყურეთ, ფანჯარა ცხია, იქ ლამპარი, თუ რა ქვია მას, ნუ შუქი უნთია და ნუ აქავარო რა გეუბნება.
შეიძლება რაღაცებში თავს გახსენებთ ხოლმე, ან თქვენს თორებს ნახულობს, ან სადმე ესე თვალებში გეჩხირებათ სპეციალურად. არის ეგ მომენტიც, ეგ ენერგიაც მომდის ძალიან. შეიძლება ესეთი გამოვლინებები გქონდეს ამ პიროვნებას, რომ იქნება რაღაცნაირად თქვენ გახვიდეთ კონტაქტზე, მაგრამ ნახოთ აბა რას მოგიტანთ, აი რითი მოდის ეს პიროვნება, აბა ვნახოთ. გონდაც რა. ხო, ნუ ამ პიროვნებას თუ ახასიათებდა ადრე მანიპულაციები, გაურკვეველი სიტუაციები და ასე შემდეგ, აი გაგდებდათ ეს რაღაცა სულ გაურკვეველ სიტუაციებში და სულ ეჭვებში და აი სულ რაღაცა ბუნდოვანი იყო თქვენთვის მასთან ურთიერთობა, ეს ადამიანი ეხლაც იგივენაირად მოდის. ვერ ვიტყვი აქ ჯერჯერობით არ მიჩანს რომ რაიმე აქვს შეცვლილი ამ პიროვნებას, მოდის ისევ დამთვარული, რომელმაც არ იცის, არ არის ჩამოყალიბებული რა უნდა, თუმცა ესე მოულოდნელად ერთხელაც გადაწყვეტს, რომ რაღაცა ახალი დაიწყოს, ახალი ეტაპი თქვენს ცხოვრებაში. მაგრამ ამის უკან იმალება ის, მეგობრებო, იცოდეთ, რომ ეს ადამიანი არ შეცვლილა, ნუ თუ ადრე არ იყო ესეთი, მაშინ ეხლა ექნება ესეთი მანიპულაციური გამოხტომები და აი იცით როგორ არ არის ჩამოყალიბებული რა ბუნდოვანება აქვს თავში, ფიქრებში სრულიად, არ იცის რა უნდა თქვენგან, მაგრამ ერთი ის იცის, რომ უნდა რაღაცა სიახლე, უნდა რაღაცა ახლის დაწყება, თავიდან რომ დაიწყოს რაღაცა, მაგრამ უყურეთ ეს ტუზი ხმლების აქ როგორ აიხნიშნება, როგორი გამოსახულება ამ ტუზზე. პატარა ბავშვი. ანუ ადამიანი უნდა ადამიანს ეს ყველაფერი, მაგრამ არ არის მთლად ჩამოყალიბებული ამ ყველაფერში. და სხვათა შორის მისთვის ძალიან ისეთი ქალბატონი ხართ, ქალი, რომელსაც თავისი სამყარო აქვს. აი ეს რაღაცა ძალიან განსხვავებული დასტა, მე თუ მკითხავთ, იმიტომ რომ აი კვერთხების დედოფალიც კი სხვანაირად არის გამოსახული, უმეტესად ხო სულ რაღაც ისეთი ცეცხლოვანი, ძლიერი, ესეთი ქალის ის აქვს, აქაც ძლიერი ქალი, რა თქმა უნდა, ქალი, რომელიც მარტო ქმნის ყველაფერს, თავის ქალს, რომელსაც უყვარს მარტოობა, უყვარს სიმყუდროვე, უყვარს თავისი საქმე, რაღაცის მარტო კეთება, აი არ უყვარს სიმყუდროვეს, როდესაც ურღვევენ, ხო? აი ესეთი ქალი ხართ მის თვალში. და ასევე ვიტყოდი იმას, რომ ამ თქვენს სიმყუდროვეში ისიც ესე მყუდროდ და ჰარმონიულად გრძნობდა თავს და ზუსტად ეს მომენტია ამ პიროვნებას, რომ აი ეს აკლია ალბათ თქვენგან, აი სიმშვიდე, სიმყუდროვე, სითბო, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ისეთი თავდაჯერებული, საკმაოდ თქვენი შინაგანი ენერგია ასეთია, კვერთხების დედოფლის, ხო? ცეცხლოვანი, თავდაჯერებული, ძალიან შეიძლება თამამი ქალბატონები, ხო, რაღაც წარმატებული, ძალიან ისეთი ქალი, რომელსაც უყვარს თავისი როგორი ქალი იცით, აი ბიზნესლედები რომ გამოდიან და ბიზნესლედები რო არიან ესეთი ქალი რა, აი თავის საქმე რო აქვთ და აი თავს რო არ მოიკლავენ დიდად რაღაცა ამაზე ნერვიულობით, ამ კაცზე ნერვიულობით, აი ესეთ ქალად აღგიქვათ ეს პიროვნება. და თქვენ ასეთი ქალი, აი ამ ყველაფრის შემდეგ ჩავარდებით უყურეთ რაღაცა ისეთ გაურკვევლობაში. თითქოს შინაგანად იგრძნობთ, რომ მაინც გაურკვევლობაში ხართ, მაგრამ ეს პიროვნება იქნება თქვენთან სტაბილურად. მაგრამ შინაგანად სულ აი ისეთი ის გექნებათ
რო გღნის შინაგანად ხო იცით რაღაცა ბოლომდე რომ არ გჯერა მისი და ბოლომდე მაინც რო არ არის გაურკვეველია მაინც თქვენთვის ეს სიტუაცია ხო აი რაღაცა გულის და გონების ჭიდილი რო გაქვთ ბოლომდე მაგრამ თან პლუს ამას იცით რა მომენტი გაქვთ კიდევ აი აქ ძალიან საოცარი ეს არის ორიანების ხმლები წინაზეც სხვათა შორის ამაზე გავამახვილე ყურადღება და ეხლაც ეს მომდის რომ თქვენ შეიძლება ინდონეზზე გაგიხარდეთ მისი ეს დაბრუნება, რომ საერთოდ აღარ მოგინდეთ თვალებიდან მოხსნა. მიუხედავად იმისა, რომ შეგიძლიათ, რომ ეს მოიხსნათ ეს თვალებს რაც გაქვთ აფარებული, ხო? და დაინახოთ რეალობა ამ ადამიანის, მაგრამ თქვენ იმდენად გინდათ ეს ადამიანი, რომ მასთან ესეთი სტაბილურობა გირჩევნიეთ მის გარეშე ყოფნას. ნუ არ ვიცი, ესეთი გაშლა. კარგი. მოდი ვიკითხოთ. კიდევ რა სასიამოვნო სიახლე გელოდებათ თქვენს პირად ცხოვრებაში? აიმე წუთით გაცრავად დამიცვირდა ორგანიზმი. კიდევ რა სასიამოვნო სიახლე გელოდებათ თქვენს პირად ცხოვრებაში ამ დეკემბრის თვეში? მოდი ვნახოთ. მეგობრებო, ძალიან სწრაფად მეგობრებო, ძალიან სწრაფად და მე დამიწერეთ კომენტარებში, რომ ვისთან მოხდა ეს ყველაფერი, თქვენ ცხოვრებაში ბრუნდება ან მოდის ადამიანი უფრო სწორად, ესე ვიტყოდი, მაგრამ მაინც ის ენერგია მომდის, რომ აქ ვინმე ახალი ნაკლებად მგონია მეგობრებო, აი აქ რაღაცა ახალი პიროვნების არაფერი არ ჩანს, იმიტომ რომ მგონია რომ და აი ესე ვგრძნობ ენერგიულად, რომ ეს ადამიანიც ვინც აი ესე სწრაფად გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში, არის ნაცნობი ადამიანი, რომელთანაც გქონდათ ურთიერთობა, ადამიანი, რომელიც საკმაოდ ემოციურად განიცდიდა თქვენთან სიშორეს, აი ძალიან და თქვენც შეიძლება ასე იყავით, მაგრამ კონკრეტულად ამ ადამიანზე ვსაუბრობ, თქვენ შეიძლება ასე იყავით ამ ადამიანისგან რომ იყავით შორს, აი ძალიან სიცარიელეს გრძნობდით სულიერად, ძალიან რაღაცა იცით ისი როგორი კავშირი გაქვთ თქვენ ორს, აი მენტალურსაც არ დავარქვევ, რაღაცა თითქოს გჭირდებათ ერთმანეთი რაღაცნაირად რა, ძალიან საჭიროებას გრძნობთ ერთმანეთთან სულების დონეზე აი რაღაცნაირად. უბრალოდ ერთი თუ რაღაცნაირად აი ცუდად გრძნობს თავს. თითქოს მეორეც იგივე მდგომარეობა შეიმწუთას და რაღაცნაირი კავშირი გაქვთ სულიერი, ესე ვიტყოდი და აი ამ წუთას თქვენ ორივე თითქოს იცით რაც გამოგიყვანთ აი ამ რაღაცნაირი სიცარიელისგან, შინაგან სიცარიელისგან, ხო? ერთმანეთი გამოგიყვანთ, მაგრამ აი თითქოს ჯიუტობთ და არაფერს არ აკეთებთ არც ერთი და ორივე უყურეთ როგორი პენტაკლების ხუთიანი გვაქვს აქ ორივე სიცივეში ზიხართ გარეთ და ამ დროს სახლი ძალიან თბილია და რადგან ერთი არ შედის, არც მეორე არ შედის და ორივე იყინებით ამ სიცივეში.
და ეს ადამიანი ბრუნდება, ოღონდ როგორი ბრუნდება, იცით, აი საკმაოდ ტრანსფორმაცია გაიცადა ამ პიროვნებამ, რაღაცები ძალიან შეიცვალა მასში და აი ახლა უფრო მეტად გაზრდილი, უფრო მეტად ჩამოყალიბებული პიროვნება მოდის თქვენთან. მარტო სიტყვების რა ხარუხი და აი რაღაც ეს აი როგორ გითხრათ, სიტყვებით ახსნილი სიყვარული არ იქნება რა, აი ხო ხდებით? მარტო სიყვარულზე არ ვსაუბრობ, აი შეიძლება ადრე ეს პიროვნება საკმაოდ ისეთი იყო, აი ბევრს რო საუბრობენ, ხო იცით და მარტო იმიტომ რომ თავი მოგაწონουν რაღაც ეგეთი მომენტი, მაგრამ ეხლა ეს პიროვნება ისეთი რაღაცა შემდგარი, შეიძლება რაღაც თავის საქმეც აქვს და საკმაოდ ფინანსურადაც მყარად ჩანს ეს პიროვნება და უფრო მეტად თავდაჯერებული. მოდის თქვენთან და კიდევ რითი მოდის ეს პიროვნება, ნახოთ. აი ხო გითხარით მეგობრებო. ძალიან მაგარია. ძალიან დიდი ცვლილებები განიცადა ამ პიროვნებამ, არ ვიცი რა მოხდა მასში, ან მის ცხოვრებაში, მაგრამ ეს პიროვნება მოდის ძალიან ისეთი სტაბილურობით, ოჯახური სიტუაციებით, დიდი შანსით ძალიან მეგობრებო, აი უდიდესი შანსით, რომ ისევ გაგრძელდეს თქვენი ურთიერთობა, დაიწყოს, დასტაბილურდეს, რადგან ამ ადამიანს ძალიან ისეთი ემოციები აქვს თქვენს მიმართ, აი წრფელი, ძალიან რაღაცნაირი სუფთა და არანაირი აქ არ მიჩვენებს ამ ადამიანში არანაირი რაღაცა ისეთ ან ვნებას, ან უფრო მეტი ემოცია აქვს ამ ადამიანს თქვენს მიმართ და წრფელი სიყვარული, ვიდრე აი მიჯაჭვულობა, ვნება, აი ეგეთი რაღაცები არ გააჩნია ამ პიროვნებას და შეიძლება რაღაცა პატარა კამათიც მოგივიდეთ მისი გამოჩენის შემდეგ, მაგრამ ეს ადამიანი ფაქტობრივად მოდის უდიდესი შანსით და ძალიან წრფელი სიყვარულით. მეგობრებო, მეც აღარ გავაგრძელებ, საკმაოდ ბევრჯერ ვიკითხე თქვენი პირადის შესახებ, იცით უკვე ჩემი სტილი, ვარიანტები არ არის, მაგრამ ბევრჯერ იმიტომ ვკითხულობ, რომ ვიღაცასთან ერთი რეზონირდება, ვიღაცასთან მეორე, ვიღაცას შეიძლება გაუმართლოს და ყველა რეზონირდეს. კარგი, ეხლა მინდა ჩემი მეტაფორული ბარათები დიდი ხანია არ გამომიყენებია და ამიტომ გაშლის ბოლოს მინიშნებების ბარათებიდან ამოვიღებ 3 ბარათს და რა მინიშნებას გაძლევთ ეს ბარათი ან რომელიმე ამ ბარათებიდან თქვენ. დამიწერეთ კომენტარებში შემდეგ, ხო? აი ამ თქვენ საკითხთან დაკავშირებით, რაზეც ახლა ვისაუბრებთ, თუნდაც თქვენს პირადთან დაკავშირებით, რა მინიშნებას გაძლევენ ეს ბარათები, ან ერთი, ან მეორე, ან მესამე. თუნდაც ყოლა არ არის პრობლემა, რა მინიშნებას გაძლევენ ეს ბარათები თქვენ საკითხთან დაკავშირებით. აბა ნახოთ, ეს ახლდანაც გაჩვენებთ მეგობრებო, პირველი არის აი ესეთი, რაც თვითმფრინავის ის არის განრიგი, მგონი ისინი წერია ქალაქები და ქვეყნები. ეს ორეთ როგორი საყვარელია, ამ ხელაზე მიყვარხარ, ხელებ გაშლილი არსება და შიგნით გული საყვარელი და ეს შენ პარიზში. ამიცი შეიძლება ვიღაცას რაიმე მინიშნებას გაძლევთ ეს ყველაფერი. ძალიან საინტერესოა ეს ფაქტი, აგერ წაგან გადაადგილება ვახსენე, რომ მოგიწევთ გადაადგილება თქო და აქ ეს თვითმფრინავის განრიგი
რამაცა შეიძლება ემთხოვდეს თქვენს რეალობასაც და რამეს მიგანიშნებდეთ. დააკვირდით ამ ბარათებს და დამწერეთ კომენტარებში, რა მინიშნებები მიიღეთ ამ ბარათებიდან. დაგემშვიდობებით მეგობრებო მე. ჩემს საკონტაქტო ნომერს შეგახსენებთ 591-16-33-35. შეგიძლიათ დამიკავშირდეთ WhatsApp-ზე ან Viber-ზე და ძალიან გამიხარდება თუ ჩემს Facebook არხს თუ გვერდს მოიწონებთ. ლინკს ჩავაგდებ კომენტარებში. დროებით